მოგესალმებით, მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მთავარი პოლიტიკური პროცესი შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დონალდ ტრამპის შეუდგა თავის საქმიანობას და შესაბამისად მომდევნო თვეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დგას მთლიანად დღეს მსოფლიო. ყველა რეგიონი აბსოლუტურად რაღაც პრობლემების წინაშე თუ საერთოდ კონფლიქტების წინაშე დგას. ჩვენ ხედავთ ისტორიას არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი ომი და უბედურებას ტრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე. და ტრამპის გამოჩენასთან ერთად გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა რაიმე ფორმით ეს ომი შეჩერდეს. ამას იაზრებს ყველა ფაქტიურად, ყველა სერიოზული პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ხედავს იმ რთულ ვითარებას, რაშიც არის შექმნილი ორივე ქვეყანა პრინციპში უკრაინაც და რუსეთიც. იღუპება ასობით ათასი ადამიანი, დაიღუპა უკვე და მოკლედ ძალიან დიდი იმედია, რომ დასრულდება. ბუნებრივია ეს აისახება მთელს ევროპაზე, მათ შორის საქართველოსაც. ის გამოწვევები პირველი დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამ ფონზე არავისთვის ახალი არ არის, რომ ინტერესი არსებობდა გლობალური ომის პარტიისგან, ეგრეთ წოდებული deep state-ისგან, რომ საქართველო მეტად აქტიურად ჩართულიყო. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბოლო თვეები, სადამდეც გარკვეული ეტაპები იქნება, სანამ დონალდ ტრამპს დაჭირდება უფრო მეტად ჩაერთოს. აქ არის ათასობით საჯარო მოხელი თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები. თქვენ იცით, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა 3 თვის განმავლობაში დახმარება უცხოური ქვეყნების მიმართ, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვა, თუ სად მიდიოდა ეს დახმარება, ვის ხელში ხდებოდა ეს დახმარება და რას შემდეგ შესაძლოა მოხმარებოდა. ჩვენ ამას ვნახეთ, ამის ნათელი მაგალითი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც ეს დიდარი NGO-ების ფულები სად მიედინებოდა და რას ხმარდებოდა, მაგალითად LGBT პროპაგანდას, ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეს აქციები, რომელშიც ნათლად იკვეთებოდა დასავლური პოლიტიკოსების ინტერესებს და ძალიან უცნაური ფაქტია, რომ ჩვენ მაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 25 ადამიანი უცხოელი გააძევა ქვეყნიდან და ყოველად უცნაურია, ხა მე პირადად როდესაც სადმე მივდივარ, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ აქციაში მივიღო მონაწილეობა და ლოგიკურად იბადება კითხვა, რისთვის იყვნენ ეს ხალხი ჩამოსული. მანამდე იყვნენ კანვასის ეგრეთ წოდებული ტრენერები ჩამოსული, გუშინ გააკეთა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება, რომ საქართველოში მყოფი პირები შესაძლოა იყვნენ უკვე მის ქვეყანაში და იქ იგეგმებოდეს მაიდანი. მოკლედ მე იმის თქვა მინდა, რომ ძალიან სერიოზული ძალები ებრძვიან დემოკრატიულ ქვეყნებს. ეს ვიღაცას შესაძლოა ცოტა ისე მოეჩვენოს გაზვიადებულად, თუმცა ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ბოლო რამდენიმე თვე იქნება ამ მხრივ მნიშვნელოვანი. არავითარი ეკონომიკური კრიზისის საფრთხეები არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებას მართებს სერიოზული ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ აგერ გამოჩნდა მაგალითად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც არ არის უბრალო ფიგურა, ის არის აი ამ დიდი ქსელის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წარმომადგენელი, დიდი რესურსების მქონე ადამიანი, დიდი გავლენების მქონე ადამიანი, რომლის გვერდითაც დგას მაგალითად რობერტ ამსტერდამი, რომელიც ასევე არის ძალიან სერიოზული ფიგურა და შემჩნეულია არაერთ საეჭვო საქმიანობაში სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე არიან, რა თქმა უნდა, ჭყონია, ხაზარაძე, ეს დაჯგუფებები, დაქირავებული საშოვარზე პენსიაზე მიმავალი ვილსონი, აი ეს ხალხი, ეს ერთობლიობა ბოლომდე ეცდება, რომ რაღაც არეულობა შეიტანოს. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად მათ არავითარი რესურსი არ აქვს და რაც უფრო კარგად გაიაზრებენ ესენი ამას და შეეშვებიან ჩვენ ქვეყანას, მით უკეთესი იქნება მათთვის და ჩვენთვისაც. მადლობა.